დილა მშვიდობის ნეტა იცოდეთ როგორ მომენატრეთ ჩემო სიხარულებო ძალიან გუშინ ვიდეო არ გადავიგე თითქოს ერთი წელი გავიდა ჩემთან გამომენატრეთ ერთი დღე გავიდა ერთი და თითქოს გავიდა ერთი წელი ზუსტად ესე ვარ როგორ მიყვარხართ ეხლა უნდა მოგიყვეთ რაღაცეები როგორ გამიცრუვდა იმედები უნდა გითხრათ ჯერ მათ ეს სუპი გავუკეთოთ აუდედი მეთქი ყიყლიყო შეგიწვა ამას იმას რაღაცეები ჩამოვუთვალე ფაფებს ეს არა ჭამს არა ერთჯერადი სუპი რა გავაკეთოთ არ ვიცი ყიყლიყოც მაქვს შემწვარი და შემიძლია ეხლა წიწიბულა მოუხარშო, შემიძლია გერკულესი გავუკეთო, არ უნდა, არაფერს არ აჭამს. მსგავსი არაფერი. გუშინ საღამოთ ის შაურმები გამოიწერეს. მე არ მიყვარს საერთოდ გამოწერა და არ ესე ხო იცით რომ არ ვიწერა, სულ ყოველთვის ვამზადებ სახში. საჭმელს და როგორ მოუნდათ, არ ვიცი, ღამეთ არ. პირველი საათი იყო რომ მოუტანეს უკვე. რანაირად უნდა შეჭამოთ მეთქი, დედი? ან როგორ უნდა მოისვენოთ მეთქი? გვინდაო, შაურმები გვინდაო და გამოიძახეს მარგის შაურმები. ჩემი მაიმუნი ბიჭები არიან. ხო, ყავა უნდა დავლიო გოგოებო, არ დამილებია. არც არაფერი არ მიჭარნია. არც მშია. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი კურსებთან დაკავშირებით. ესე იგი, გამოცდილება კი არის ეს ჩემთვის დიდი, იმიტომ რომ ბიბლიაში წერია, რომ ყველაფერი გამოცადე და კარგს ჩაეჭიდეო. ესეთი სიტყვები. და რაც ბიბლიაში არ წერია, ვეთო, ყველაფერზე პასუხი არის. ყველაფერზე აბსოლუტურად ეს არის ჩვენი ინსტრუქცია, გოგოებო, როგორ უნდა ვიცხოვროთ. და თუ რამე შეცდომას დავუშვებ ხოლმე და ჩემ თავზე მიწევს ხოლმე მე რომ ეს შემცდომა მაინც და მაინც ჩემზე გამოვცადო, ანუ კაია რომ სხვამ რო დავუშვა შეცდომა შენი თვითონ ისწავლო, მაგრამ არც არავის არ უთქვია მაგაზე რომ აი კურსები ცუდია, რავი, წამოვეკე მახეს. რითი შოულობ გოგოებო, მე კურსების წინააღმდეგი არა ვარ, პირიქით. მაგრამ ალბათ, რა ვიცი, სერიოზული ფასი ღირს. ძალიან ძვირეკის ისეთი კურსები, რომელმაც შეიძლება მოგცეს ის განათლება პროფესიული ზრდა იქნება თუ ანუ ინფორმაცია, რაც მაგალითად გჭირდება. ეხლა ჩვენთვის და კი ეს კურსები, აი ვაკეთებ ძე. იყო მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება. მოგიტან და ერთად ჯერ გაკეთდეს ერთ სუპიდედი და ერთად მოგიტან ორი. იმედგაცრუება იყო გოგოებო, მეტი არაფერი. როცა ადამიანს კურსების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როცა ადამიანს არ გაქვს ისეთი ცოდნა, რომ ეს ყველაფერი გააკეთო და სხვას ასწავლო, არ უნდა შეეჭიდო ამას. ეს უკვე ტყუილია, ეს უკვე არის, როგორ თქვა რა, ტყუილი და ნუ ადამიანის მოტყუება არის რა ეს და რავი, მე უკვე საქმე გექნება ღმერთთან. ხო ეგრეა. ტყუილია ეგ. თორე თუ შენ ისეთ ინფორმაციას აძლევ ადამიანს,
რომ ღირს რატომაც არა ანუ გამოცდილება იყო ეს ჩემი და წერა რომ მოგიყვანეთ მაგალითი ბიბლიიდან მაგალითი კი არა მუხლი ასეთი რომ ყველაფერი გამოსცადეო და კარგ ჩაეჭიდეო ძალიან კარგი იყო ეს სასწავლებლად ჩემთვის იმიტომ რომ მიჩემია ვიყიდო წიგნი ვიდრე ვიყიდო კურსი და იმ ფაში რავი ერთი წიგნი მოგივა თუ მეტი არა კარგი წიგნები და წაიკითხე და რაც შეეხება ამ ფარატინა ეცუთი ხო ნიკა მოვიდა ისინი მოიტანა რავი რაღაცები დავაპარე ორნაბიჯი ორი ფილე თავისი ჩემთვის შოკოლადი ეხლა ყავას რო მოვადო პურია ჩავდოთ ეს ფილე უნდა გავარდნო თავისუფლად და შევწვათ უკვე აქეთ ქაღალდიდეს და დაუხარჯიეთ 16 და 60 თეთრი ბიჭს ეს არ ჩავყარე მათ ეს სუპში გამოვიწყებია ხო და რას გიყვებოდით გოგოებო იმას გიყვებოდით რომ ამ ფარატინა სერტიფიკატს არანაირი აზრი არ აქვს არა იცით რატო მე მომწონს ეს მიდგომა ეხლა რაც წამოვიდა ინგლისში ვიღაცამ დამიწერა არა როგორ არა აქვს მნიშვნელობაო ეხლა სერტიფიცირებული ხარო თუ არაო კი აქვს თუ უცოდნაც გაქვს თუ უცოდნა არ მოგცეს და მარტოს ერთი ფიცირება გაქვს და ეს რაღაცა ფარატინა ორი ფურცელი გიჭირავს ჩემი აზრით არანაირი ცოდნა არ აქვს და მე ხა ის მიდგომა ძალიან მომწონს რომ მიდიხარ სადმე სამუშაოდ ცოდნას ამოწმებენ და არა იმას რაფია რა გიჭირავს ხეში თუნდაც დიპლომი იყოს გოგოებო თუ ცოდნა არ აქვს დიპლომსაც რა ფასია არანაირი თუ არ იცი არაფერი რა ფასია ფილმს ხო არანაირი ფასი არა თუ არ გისწავლია აცდენდი შეედა რაღაცნაირად ფულით აიგე და იმითი აიგე და არანაირი ცოდნა არ მიიღე არა ჩემი აზრით ფასი ხო და ასეთი ცოტა იმედ გაცხოვებული და მაგრამ არა უშავს ეს იყო გამოცდილება ძალიან კარგი გამოცდილება იყო და თქვენთვისაც ჩემი იმითი რა ქვია ჩემი გამოცდილებიდან ახლა თქვენ ისწავლეთ რომ თუ რა თქმა უნდა ახლა მე არ ვიტყვი ვისგან იყო ეს კურსები ვისი არ ახლა ესეთი ლაპარაკი იმიტომ რომ ახალგაზრდა გოგოა ჯერ ახლა იწყებს ყველაფერს ისიც და მე არ მინდა რომ ვიღაცაზე ეს უსურვებ უბრალოდ რომ ცუდი ვთქვა ვიღაცაზე არ მინდა ხო კონკრეტულ იმას არ დავასახელებ რა თქმა უნდა იმას მეკითხებოდი თვისგან იყიდა კურსი და მაშინაც არ გავეცი ამ კომენტარს პასუხი იმიტომ რომ მე ახლა ის კი არ მინდა რომ ვიღაცაზე ვთქვა ცუდი და რაღაცა უბრალოდ ჩემი სურვილი არის რომ ამ კუთხით დაიხვეწნო და მე ვუთხარი კიდევაც ამ გოგოს რომ გისურვებ მეთქი შენ პროფესიულ საქმეში წინსვლას დახვეწას და ყველაფერს საუკეთესოს მაგრამ ფიქრობ რომ თუ არ ხარ ჯერ იმ დონემდე მისული არ უნდა შექმნა ეს კურსები და თუ არ გაქვს ეს თავდაჯერებულობა და ზუსტად არ იცი რომ რას ვიქი
თავარი არის, რომ გამოცდილება მივიღეთ ამ საკითხში და ეხლა თქვენც ხო მაგას ვამბობდი. თქვენთვის მინდა იმის თქმა, რომ ძალიან კარგად გამოიკლიეთ რას ყიდულობთ, ვისგან ყიდულობთ. რეკომენდაციებით მიდით, აუცილებლად ვიღაცის რეკომენდაცია რომ გააქვს უკვე რომ მე ანუ ეს ჩემი ვიყიდე და რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია ვიღაცამ გაიარა და აი ძალიან მაგარია რა. ძალიან მაგარია და კიდე კარგი რომ კიდე რაღაცას ვაპირებდი მე. კიდე კარგი აი ხო გეუბნებით გამოცდილება. ვიდეო კურსივისგანაც ვიყიდე. იმას აქვს ძალიან ზვირადღირებული კურსებიც და კიდე კარგი რომ ის არ ვიყიდე. ღმერთო ჩემო, კიდე კარგი. რომ ის ზვირადღირებულს არ შევეჭიდე. იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთ ფასიანი არის საშუალებაც მქონდა და გადავიხადე და ანუ იმდენად ეს ვიდეო გაკვეთილები იმდენად აფიორა გოგოებო. იმდენად არაფრის მთქმელი არ არის აი ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობაზე რომ გითხარით რომ ვიყიდე მეთქი ძალიან მიხარო და ძალიან დიდ მოლოდინში ვიყავი 2 ვიდეო გავიდა უკვე. იმდენად არაფრის მთქმელია რომ არ ვიცი 2 სიტყვა ჯობია გიას. გიას ნათქვამი შენ კიდე კარგი გია გყავსო და კიდე კარგი კი არა მადლობა ღმერთს რომ გია მყავს და ჩვენ ერთმანეთს ვყევართ გვერდში და გიას მე მოყავარ ხო გვერდში და ის მე მყავს. კიდე კარგი. გია მითხრა მე გეტყვიო ჟანაო ერთ პატარა 2 სიტყვასო ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობაო თავი როგორ უნდა დაიცვაო გითხრაო შენი ცნობის მოყარეობა უნდა დასწლიო და რა მხრივ ეხლა გითხრათ ჩემი ცნობის მოყარეობა რა მხრივ უნდა დავძლიო ანუ არ უნდა გაინტერესებდესო ის ადამიანებიო რაც ფიქრობენ შენზე ნეგატიური ადამიანებიო თუ შენ ცნობის მოყარეობას დაძლევო შეშიო ისინიო აი ვერაფერს ვერ დაგაკლებენო და უბრალოდ მართლა ეს 2 სიტყვა მთელ ალბათ 20 ვიდეოს უდრის იმ კურსისა. ხო, რაღაცა ის არის ჭკუის სწავლების წელიც არის ეს წელი ახალი თლიანად გარდატეხის წელია ჩემთან ახალის რაღაცის დაწყების წელია მადლობა 2025 წელს და ღმერთს რა ვიცი ჭკუის სწავლებისთვისაც და ყველაფრისთვის აბსოლუტურად თქვენ იცით რომ გიემ დაიწყო ბლოგი ინსტაგრამზე და უღრმესი მადლობა ვინც უწერთ კომენტარებს ვინც გვეხმიანებით ვინც გვამხნევებთ უღრმესი მადლობა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მწერდით ხოლმე თქვენ ძალიან რომ გიამ გააკეთოს თავისი არხი გიამ გააკეთოს თავისი არხი და რა ვიცი ინსტაგრამზე გადავწყვიტეთ რომ ავტვირთოთ ხოლმე მისი ვიდეოები თუმცა შეიძლება YouTube-ით შეიძლება ეხლა გააკეთოს და იქაც დადოს მაგრამ ინსტაგრამზე ჯერჯერობით მე ვეხმარები ვაზიარებ ჩემ Facebook ვერზე ხოლმე გადაგავაზიარებ თავიდან დასაწყისში სანამ ეს იქნება საჭირო და სანამ გაიმართება იქნება ხოლმე მოკლე ვიდეოები პატარ-პატარა ვიდეოები და ვიცი რომ ეს ძალიან გამოადგებათ ადამიანებს აი ეს თუნდაც რამდენიმე წუთიანი ვიდეოები ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება პირველი ვიდეო ჩაწერა უკვე კომენტარებიც მოსდის რა ვიცი აი ძალიან უხარია ვუსურებ წინსვლას ვიცი რომ წარმატება ექნება ამ ყველაფერს ვიცი და დარწმუნებული ვარ ძალიან დარწმუნებული ვარ გოგოებო და თქვენ კიდე უღრმესი მადლობა რომ გაზიარებებიც აქვს ვიდეოს აზიარებთ და
ძალიან მიყვარხართ, აი არ ვიცი რა გითხრათ. ძალიან მიყვარხართ. ძალიან გულ შემატკივრობთ. გიას. ხო და მადლობა თქვენ ამისთვის. ღმერთო ჩემო რითი შოულობენ ხალხი ფულს. ღმერთო ჩემო. რითი შოულობენ ხალხი ფულს. კურსებზე მაინც არ გულს არ ვიტეხავ კურსებზე. ალბათ იქნება კურსებიც, რომელიც რაღაცა სერიოზულს მოგცემს. გოგოებო, კურსებზე არ ვიტეხავ გულს. უბრალოდ როცა მექნება მაგის საშუალება რომ ვიყიდო სერიოზული კურსი, რა ვიცი, ალბათ ვიყიდი კიდევაც, მაგრამ ძალიან დიდი იმითი გაკითხვით და რეკომენდაციებით და ამ ყველაფერს გავაკეთებ ესე. აი, ჩვენი საუბარი არის 1000 იმასთან შედარებით. ჩვენი აი ჩვენი YouTube-ზე ესეთი უბრალო საუბრები არის უფრო ბევრის მომცემი. და მით უფრო ჩემი და გიას ვიდეოები. რომელსაც ვწერდით ხოლმე ადრე. მით უფრო ისინი. გადიდა უკვე. ძალიან კარგი ამინდია. ცხელა. გია რომ მოვა. მინდა გავიდეთ. გარეთ გავიდეთ, გავისეირნოთ. აუცილებლად. ის მანქანა მივუყანეთ. ჩვენი მანქანით მუშაობს და მეც ძალიან გამიჭირდა მთელი დღე რო გარეთ იყო. ესე იგი ამ დროს და კიდევ უფრო გვიან 4 საათისთვის 50-60 ლარი ქონდა ხოლმე გამომუშავებული. რაც უნდა გადაიხადა ქირაში, ღმერთო ჩემო, რანაირი სამი თვე გავიარეთ, გოგოებო, საშინელება იყო ეს. და რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ჩვენი მანქანა გაფუჭდა. და ვერ ვაკეთებდით იმ მომენტში. და მე კიდე მიდიოდა და ანუ სულ გარეთ იყო. დილის 8-დან საღამოს რავი 11-მდე. ხეშიც არაფერი არ დავიჭერეთ თან ძალიან ის არის რა, ძალიან რთული 3 თვე გავიარეთ. ძალიან რთული, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მანქანა მოვიყვანეთ. წყობში გაიარეთ ეგ დათვალიერება და რავი 6 თვე პრობლემა აღარ შეგვექმნება და მე კიდე მოგვიწევს გავლა, მე არ ვიცი რა იქნება. მაგრამ ისო თქვა, რომ დღევანდელ დღეზე იფიქრებთო ხვალინდელზეო, თავის ხვალინდელი დღე იფიქრებსო ხვალინდელზეო, ანუ თქვენ დღევანდელზე იფიქრებთო და მით უმეტეს ახლა 6 თვის მერე. რა იქნება? ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან რთული იყო მართლა ჩემთვის ეს 3 თვე. მით უმეტეს ეს 3 თვე მიყვა ზაფხულს, რომელიც იყო ურთულესი და პლუს დაემატა ეს კიდევ. ძალიან გადამყრელი იყო ეს ჩემთვის გოგოებო. ძალიან.
მიხარია რომ ამ ყველაფრის თქმის საშუალება მაქვს ხოლმე მიაკ. მიხარია რომ ნამდვილი გულშემატკივრები მყავს მე აქ თქვენთან. თქვენგან ძალიან ბევრი. 1001 გამოერევა ხოლმე ისეთიც ვინც ღიზიანდება რაღაცეებზე. თუმცა არა უშავს. მათგანაც შეიძლება რაღაცა ვისწავლოთ. ისინი იმიტომ ღიზიანდებიან, რომ თვითონ არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. თვითონ ვერ აძლევენ თავიანთ თავს უფლებებს, რაღაცეების. აი ამიტომ ღიზიანდებიან. როგორ გითხარით, ესეთი ადამიანები ჩვენთვის არიან უფასო მასწავლებლები. ვისწავლოთ ყველასგან აბსოლუტურად. თუნდაც ის, რომ ჩვენ ვეცადოთ არ გავღიზიანდეთ ისე, როგორც ისინი ღიზიანდებიან. ვისაც გაინტერესებთ ესეთი თემები, თეოლოგიურ ფსიქოლოგიას რაც შეეხება. არა მარტო თეოლოგია, ფსიქოლოგიაც. ასეთი პატარ-პატარა თემები ექნება ხოლმე გიას თავის გვერდზე და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ მისი გვერდი როგორ უნდა ნახოთ. წუთით. ეხლა ჩემი ძველი ტელეფონი. მაინც მიყვარს იცით. ამან მომიყვანა აქამდე, ეკრანი ვარდება და ავი. ნეტა თუ ღირს, რომ ამას ეკრანი შევუცვალო. არ ვიცი. თუ ღირს. ვერ ნახავ? მეც წუთი. ახლა მგონი. აი. ნახეთ. აი დაბლა რო წერია, აი აქ. გია ბიმრაძე, ეს უნდა ჩაწეროთ. და გამოიწერეთ. ვისაც გაქვთ სურვილი, გოგოებო, რა თქმა უნდა. ვისაც გაქვთ სურვილი. ჟანათ მას რომელიც აღებავით იღებავ. კომენტარებში შევედი. ძალიან მომწონსო და არ ვიღებავ შემოკარგოთ მას. არ ვიღებავ და ახეთ არა მაქვს ჭაღარები. 40 წლის ხო გავხდი უკვე და ჭაღარა არ მაქვს ჯერ. გუშინ დავებანე და ვერ გავისწორე, რადგან მე ვიდეოს არ ვიგებდი გუშინ, მინდოდა დასვენება, ჩემ თავში ჩაღრმავება, ჩაფიქრება, გიაცახში იყო, ბავშვობით მთელი დღე მას ეს უდაბლა იყო და ძალიან ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი რა. დილით დავიბანე და ანუ არ გავისწორე, ჩემი ფენსავარცხელიც ძალიან კარგია. ძალიან კარგია ის ავარცხელი, ანუ არ ვიცი რა, ძალიან მიყვარს და იმიტომ აქ ახლა რაღაცნაირად ესე. აი გაფუებულივთ.
რაც უკვე დავარცხნა და ვიწყე მაგითი, არა მაქვს ხოლმე ეს, კარგად მაქვს ხოლმე რა, ჩამოსწორებული და რა ვიცი, ფერს რაც შეეხება, ხო, ჩემი. მის ფერია. თუ წარმომივა ჭაღარები, ალბათ შევიგება ეხა ჭაღარა. მაგრამ უნდა წამოსულიყო უკვე, ჩემი აზრით. მამა ჩემის უჭაღარა, ბიძა ჩემის უჭაღარა. მამიდა არ ამყავს, მაგრამ მამა ჩემის ბიძაშვილები, ალალი ბიძაშვილები, გოგოები ჭაღარები არიან. ბებია ჩემის უჭაღარა იყო. დედა ჩემის დედას ჰქონდა ესეთი ფერის თმა. და არც ერთი ჭაღარა გოგოებო. ყველასგან ყველაფერი კარგი ამოვიღა, მე მგონი მე ესეთი ისა ვარა, ქვია საყვარელი. მოვეფეროთ ჩვენ თავებს. არ შეგვრცხვის. ძალიან ლამაზები ვართ, კი ბატონო. დარწმუნებული ვარ, შენც ძალიან ლამაზით მის ფერი გაქვს. ვინც დამიწერე ახლა ეს კომენტარი. დარწმუნებული ვარ. ნუ თუ ჭაღარა არის წამოსული, ხო მაგ შემთხვევაში ახლა ვიღებავთ, ხო ყველა იგებავს და მე შევიგებავ ალბათ თუ წამოვიდე. ხო და ესე. ჟანა, საუკეთესო გოგო ხარ, უკარგესი ოჯახი გაქვს, ასეთი რამე, ხო, როგორ დაგიწერეს, აღარ მინდა მაგაზე რა, როგორ დაგიწერესო. 70 წლის ქალი ყოფილა, ეგ რომ ცოდნოდა შეიძლება საერთოდ არაფერი არ მეთქვა. მე ხო ვერ ხედავი იქ. მე ვერ ხედავი იქ, ხა, ვინ რამდენი წლის არის, ხო არ უწერიეთ და რომ ცოდნოდა ეგ გოგოებო საერთოდ არ ვიტყოდი არაფერს, აი მართლა მთელი გულით გეუბნებით რომ არ ვიტყოდი. თუმცა მე არ ვამართლებ მაინც, როგორც მომმართა და რაღაცნაირად გული მეტკინა და იმიტომ ვთქვი, ხო, ეს ყველაფერი და იმიტომ გამოვედი და მით უმეტეს რო გავიგე, რომ რავი, მისი შვილიშვილის სტოლი ვარ ახლა მე. ბებია ჩემი 70 წლის და იქნებოდა მეტი არა, ახლა ცოცხალი რო იყოს. გამიკვირდაო ცეკვაზე რო თქვიო და რა ვიცი რატო გაგიკვირდათ ცეკვაზე რო თქვი, ცეკვა ხო ცუდი არ არის არა, მე კი ვაპირებ აუცილებლად მივარ ცეკვაზე. აუცილებლად ძალიან მინდა. არ ვიცი უბრალოდ რომელი ცეკვა უნდა შევარჩიო. მინდა ძალიან ცეკვაზე მისვლა და მივარ. კიდე ვიღაცა მოწერა ამდენი რავი ამ ხელა ოჯახიო, შვილებიო, ქმარიო და კიდე როგორ გაქო მაგისი ის რომ მაგისი თავიოსაც რჩებაო დარბაზშიარო და ჩვენ მაშინ ვართ მაგრები, როცა ვასწრებთ ყველაფერს გოგოებო. დარბაზს ხო თავს არასოდეს არ დავანებებ ალბათ და პლუს კიდე მინდა ცეკვაც. ცეკვაც მინდა. ძალიან კარგია ცეკვა. აუცილებლად მივალ, მაგის დრო მოვა, რავი, ჯერ არ არის მაგის დრო და ჯერ აქვია რომ სიმღერაც ძალიან მიყვარს და გამომდის. ძალიან კარგად. ხო იცით რომ გამომდის, ადრე მომღეროდი ხოლმე ვიდეოებში. ხო, მიყვარს სიმღერაც. ცეკვაც. აი ჯერ ვაჯიში უნდა გავმკვრივდე, აუცილებლად უნდა გავმკვრივდე. მე ძალიან დიდი წონა დავიკე. და ეს არის საჭირო. რომ გამკვირდეს ჩემი სხეული. წყლით და ვარჯიშით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ყველაფერი წინ არის, ჩემო სიხარულებო. ყველაფერი წინ არის, ყველაფერი კარგად იქნება. იდეალურად, ძალიან მიყვარხართ, კოცნით, გეფერებით, ცეკვაზეც მივიდეთ. მე ესეთი ლამაზად ვუკრავდი ხოლმე პიანინოზე. ერთხელ მახსოვს, რომ ისეთი ლამაზად დაუკარი და ვიმღერე, რომ ჩემი მასწავლებელი მოვიდა ჩამეხუტა, ესე უკინდა მოვიდა ჩამეხუტა და მაკოცა. და ისე სიამოვნა ჩემი სიმღერა და ჩემი დაკრული და პიანინოზე, ანუ იცით რამდენი გეგმები მაქვს, მე პიანინოსაც ვიყიდე, ჩემი პიანინო გავყიდე, ძალიან დიდი იყო რა, აი ძველებული, ეგეთი არა. სხვანაირი პიანინოები არის, პატარა დაბალი პიანინოები.
მე პიანინოსაც ვიყიდი, აუცილებლად ვიყიდი. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ის რომ აი ის პატარა ჟანას, რაც უყვარდა, რაც მოსწონდა, ყველაფერს შევუქმნი ისევ მე თავიდან. აუცილებლად. აუცილებლად. და თქვენც მინდა რომ ამის მაგალითი მოგცით. მაგალითი. ძალიან ძვირფასები ვართ, გოგოებო, და თქვენში თავდაჯერებულობა იყოს ეს თავდაჯერებულობა მინდა თქვენში. იყოს ჩვენ გვაკლია ხოლმე თავდაჯერებულობა, არა და თავდაჯერებული თუ ხარ, ყველაფერს შეძლებ და გააკეთებ, გოგოებო. თავდაჯერებულობა, არ ვიცი, პირველია ალბათ რა. ვიყოთ თავდაჯერებულები. ამას ფიქრი უნდა, შეჩერება იცით რა კარგია, გუშინ რომ არ მინდოდა ამ თმების გასწორებაც და არ გავისწორე, არც სახეზე არაფერი არ წავისი, მთელი დღე ვიჯექი რა. ვიჯექი და ვფიქრობდი და ეს არის ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც რომ თავდაჯერებულები გავხდეთ, ჩავუფიქრდეთ ჩვენ შინაგან მდგომარეობას ვინ ვართ და რომ მიხვდები ვინც ხარ, მერე და რა შეგიძლია. აქედან იწყება ყველაფერი. იმიტომ გეუბნებით ხოლმე აიღეთ ფურცელი და კალამი, რვეული იყიდე, უბრალო. არ გინდა ძალიან ძვირიანი. აიღე 40 თეთრიანი ეს რა ქვია, რვეული და დაწერე. დაწერე რა გინდა. სხვათა შორის შეიძლება თავიდან გაგიჭირდეს. ვითომ ადვილია ხო? არ არის ადვილი. მე ვისწავლე წერა. ვისწავლე. იცით რატო უმეცადინეობ ამაზე უკვე წლები. ვისწავლე წერა რა მინდა. ეგ არ არის ადვილი, რა გინდა რომ გაიგო. აბადაჯიქით და ჩაუღმავდით თქვენ თავებს, იცით რა გინდათ? თუ არ იცი რა გინდა, ღმერთმა როგორ მოგცეს? როგორ მოგცეს რა გინდა? თუ არ იცი შენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ ის გაიგო რა გინდა. არ არის თავიდან ეგ ადვილი გოგოებო, არა. არ არის ადვილი. გაფანტული ხარ თითქოს ადამიანი და იმუშავეთ ამაზე. იმუშავეთ და რომ მიხვდებით ვინ ახართ, რა შეგიძლიათ და რა გინდათ. მერე ნახეთ როგორ წავა ცხოვრება. სასწაულები მოხდება თქვენ ცხოვრებაში. სასწაულები. ეხლა შეიძლება თქვათ, შენ ცხოვრებაში რატო არ ხდება სასწაულებიო და ხდება. ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სასწაული მოხდა. ის რომ მე თბილისში გადმოვედი. იცით რა არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვიცი ვისაც უნდა და ვერ აკეთებს ამას. ადვილი არ არის, აბა გაყიდე სახლი, აიყარე და წადი სხვა განსაცხოვრებლად. იცით რატო მოხდა ეს ყველაფერი მინდოდა და იმიტომ. ეს ზუსტად ვიცი რომ მინდოდა, ეს ბავშვობიდან მინდოდა და ეს ღმერთმა ცოიცოდა და მომცა ეს. თუ თქვენ ჩამოყალიბდებით რა გინდათ. ყველაფერს მოგცემთ ღმერთი რაც გინდათ. და რა ბევრია 3 წელი? მე 3 წელი არც არის 3. ბევრი არ არის. შეიძლება უცბად არ იყოს საჭირო. რომ მე გაწკრიალებულ სახლში მეცხოვრა აქ. ეს რომ გადის ხოლმე დრო, მე ვხვდებით ჩვენ ადამიანები. რატო არის ეს საჭირო მე მივხვდები მე, რომ გავადრო. ადამიანები რომლებიც უყვარს ღმერთს. ყველა უყვარს ღმერთს, გოგოებო. მისი შვილები არიან ყველა უყვარვათ, მაგრამ ალბათ ზოგი თავის საქმეებით აწეინებს ხოლმე ღმერთს. უბრალოდ არ ეკითხება არაფერს მას, როგორც ჯიუტი შვილები მშობლებს. მაგრამ თუ მე უძღები შვილის მაგალითი ხო იცით? თუ მიხვდება შვილი მივა მშობელთან და ეტყვის რომ მაპატიე. მშობელი ალბათ იტირებს და მიიღებს და ძრემლები წამოუაპატიებს კიდევაც და ყველაფერს მისცემს რაც აქვს. ესე არის ღმერთი.
ღმერთს ვუყვარ ვართ, რა თქმა უნდა. და მეკარგა სიტყვა, როცა შენ მის მიმართ უსასრულოა ეს სამყარო, გოგოებო უსასრულო და ანუ ყველაფერი არის შესაძლებელი. თავარია შენ ჩამოყალიბდე, ვინ ახარ, რა გინდა. წავედი, გია მირეკავს, მიყვარხარ და დროებით, კოცი.